სულ პირველად მოხდა ცხოვრებაში, რომ პოლიციამ გამაჩერა. პოლიციამ გამაჩერა. დღე ამერიკაში. წარმოგიდგენთ რა გააკეთა ამერიკელმა პოლიციელმა. მოგესალმებით, წინა ვლოგი ამ სასტუმროთი დავამთავრე. მივდივართ ნიუ-იორკში, JFK-ის აეროპორტში და წინ გვაქვს მე მგონი 10 საათის გზა თუ არ ვცდები. ალექსი უკვე მზად არის და მეოლოდება. არ ვიცი საუზმეს თუ მოვასწრეთ, მაგრამ იოგურტები არამე თუ ექნათ დავლა. ავიღებთ. კარგად მეძინა სხვათა შორის ტრაილერის მერე. საწოლი ძალიან მისიამონა, მაგრამ ძალიან ციოდა და გავიყინე და კონდიციონერი ჩასართავად და გათბობის ჩასართავად ოდქობა დამეზარა. რას დავიმსგავსეთ? მოათო? თუ მომორია. რაღაცა რა აქვს. თუ გინდა ყავა ჩამოვისხათ. ბლინები და რაღაც არ მინდა. არ არის ყავა სხვანაირი. სხვანაირი ყავა არ არის? აი არ მინდა მაშინ. ბანანი ავიღე 2 ცალი და 2 იოგურტი. შემდეგი გაჩერება Starbucks-ი. ასეთი პესტოს სენდვიჩები შევუკვეთე, ვნახოთ როგორია. ძალიან მადი საღმძვრელი სუნი კი აქვს. ვაუ! აბა ნახე. გინდა და ესეთი? ხო. მეგონი ოსტინში რო ვიყავით, მასეთი რაღაცა ასეთი ამის მსგავსი ვიყიდეთ და ძალიან მოგოწონა მაშინ. ყველი ისე გემრიელად არ დაბრაწული, მე რომ მიყვარს ზუსტად. ცხოვრებაში არასდროს დაზღვევა კი არა და დარღვევა არ მქონია და ახლა გავრისკეთ და ჩიკაგოდან წამოვედით დაუზღვეველი მანქანით, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა ამერიკაში და არ შეიძლება დაზღვევის გარეშე იარო, მაგრამ გავუვიდა ჩვენი დაზღვევას ვადა და ალექსმა აღარ გააკეთა და სანამ ამ მანქანას წამოვიყვანეთ ამ ჩვენ მანქანას, მანამდე ვეუბნებოდი რომ მეთქი ვიქირავთ მანქანა და ისე წავიდეთ მშვიდად გზაში ამ პოლიციამ არ გაგვაჩეროს ან რაღაც არ მოხდეს. ხო და გავრისკეთ და წამოვედით დაუზღვეველი მანქანით და რომ მითხრა რომ პოლიციამ გაგვაჩერაო. აი მე ისე ცუდად გავხდი, ვერ აღწერ და მე არაც იუმაოფმა თავიდან ფეხის თითევან და ისე ცუდად გავხდი რომ ეხაც არ ვარ ჯერ შოკიდან გამოსული და ნუ ისეთი ხო არაფერი დარღვევა, მაგრამ ფერი კი ნამდვილად ამერიკაში ეს ანდით დარღვევად ითვლება. არ შეიძლება ეგრე დაუზღვეველი მანქანით სიარული და არ ვიცი ყველაზე ცუდ ვარიანტში რაც შეიძლება მომხდარიყო, ყველაფერი წარმოვიდგინე და თან ისე გვეჩქარება რომ გაგვიანებთ ჩვენს რეისს. თან რაღაც საქმეები გვაქვს მოსაგვარებელი და ეხლა წარმოვიდგინე რომ ესენი რაღაცა საათობით გაწელავდნენ ამ პროცედურებს და ჯერ რომ მოვიდა ეს პოლიცია, ძალიან კარგი ხასიათზე იყო და რაღაცის გამო გაგაჩერე, მე მგონი ტექსასის იმაზე გაგაჩერა, ეგ რომ ნახეო, უცხონომერი. ალბათ უცხონომერი რომ ნახა მოგე. ხო, რაღაცა ასეთი მიზეზი თქვა და უბრალოდ რაღაცა რომ დავრწმუნდებოდი ყველაფერი რიგში გაგვსო და ეს საბუთები თუ შეიძლებაო და მეთქი ნეტა ეხა პირდაპირ უთხრას ალექსმა რომ დაზღვევა არა გვაქვს სანამ თვითონ აღმოაჩენს და აუ კი ბატონო რა პრობლემა გათვალაგა. ვადაგასული ურცდე. და ის თან რო დაინახა რაღაცა ტექსასზე კითხა რომ ვაპირებ რამდენიმე დღეში წასვლას და როგორი არისო, ალექს ისეთი მშვიდი სახე ქონდა, ისეთი ნეტარი არ ვიცი, შენ რა ვიცი, შენანაირად გენდო ამის მერე. შენ რაღაცაში იქნები დამნაშავე და ესეთი სახით რო შემომხედავ, რაღაცა შენი ნდობა უკვე ეჭქვეშ არის. სულ პირველად მოხდა ცხოვრებაში, რომ პოლიციამ გამაჩერა საქართველოში და აქაც არასდროს არ გავიჩერები ვარ. ერთადერთხელ ვიყავი პარკინგის გამო 10 ლარიანი ჯარიმა საქართველოში ისიც სუგდეთში დამიწერეს. ერთი წამით გადავედი ბანკში, ზუსტად აი ერთი წამით და უცებ უნდა გამოსულიყავი ბანკომატთან უნდა მისულიყავი გარეთ და როგორც ანუ მივედი, სანამ კარს გავაღებდი, მოვიხედე ალექსთან პატრული დგას. ეხა იყო მეორე შემთხვევა და ძალიან ცუდად ვიყავ. ხა და მოკლედ ეს პოლიცია რო ესე კარგი ხასიათზე მოვიდა და მე ვზივარ გაფიქრებული, ოპლი მასყავს. ეხა მეთქი ოღონდ მე არ შევახედოს და არ იფიქროს ან ეს ვინა ნარკომანი უზის არ რაღაცა. ისე ცუდ გომარებაში ვიყავი. ეს პოლიცია რო იდგა აქ რა. ხო მეთქი რამე არ შემატყოს რომ ესე ძალიან ცუდად ვარ, მეც არ შემამოწმოს რამეზე და კიდე არ გაიწელოს დრო თქო და
რაღაცა ანუ ცუდად არ ეფიქრა რომ ეგეც მდგომარეობაში ვიყავი და საბუთები რო გამორთვა ვაიმე რამდენი პოლიცია დგას ამ გზაზე აგერ კიდე მესამე რაც იმ პოლიციას გამოსდით მესამე ის დგას ფიტრები თუ რა სწახიან და მე ტექსაზე ამინდებზე რო კითხა ალექსმა უთხრა რომ მოემზადეო ცხელი ამინდებისთვის დაანწყაო კი ხო ივანაც და ისე გავესაუბრა და ერთ წამში ამოწმე ყველაფერს თუ იგზე არის და დაგიბრუნდებითა და ეს წავიდა და მე უკვე ხელი ჩავიქნიე ყველაფერზე რომ ეკი დავნებდეთ შენი ჩავვარდეთ მოვიდა ისეთი კაი ხასიათით ეს შენი მართვის მოწმობაო დააკავა ალექს და ფურცლებზე აჩვენა ამ ვადაგასულზე რაც ზეპირად ვიცით რაც რომ უკვე ვადაგასულია და ეუბნება რომ დაზღვევას ვადა აქვსო გასულიო და დარწმუნებული ვარო რომ შენ ვადიანი დაზღვევაც გაქვს და ეს ძველი არისო აი წარმოგიდგენთ რა გააკეთა ამერიკელმა პოლიციელმა თან აი გულში ლოცულობდი რომ მეთქი რაღაცა მოხდა ისეთ რამე შეიცვალოს რომ ვერაფერი ვერ აღმოაჩინოს და არ ვიცი ლოცვამ გვიშველა თუ ამ პოლიციის კეთილგანწყობა აღმოაჩინა მაგრამ თვალი დახუჭა ესეთი რაღაც ამერიკაში არ ხდება მე პირადად არ გამიგია არასდროს არავისგან გაახარა ეგ პოლიცია ხო ერთმა არ ვიცი ხო მაგრამ ეთყობა ნახა რომ სუფთა მართვის მოწმობა მაქვს არც ერთი ბილეთი და არც ერთი ტიკეტი არ მაქვს აღებული არც საქართველოში და ხო თან ტრეილერის მართვის მოწმობა რო აქვს აქ თუ რაღაცა დააშავა მე როგორც ვიცი ტრეილერის ხოლმე თუ რაღაცა პატარა მანქანით რაც რო დააშავოს ბევრად უფრო დიდი ზიანი ადგება ტრეილერის მართვის მოწმობას ვიდრე ჩვეულებრივი მართვის მოწმობას რომ მიადგება რა ქულებზე არის და თუ ხო ორქულიანი თუ არის იქ 4 წერენ თუ რაღაცა უფრო მეც წერენ ჩვეულებრივ დარღვევაზეც და აქედან რომ შრალად გამოძვერით აწირა მომკლავს რა უნდა მომკლას ჩავიდით ბოლომდე და კიდე არაფერი იყოს მაგრამ არ ველოდებოდი რა რომ ამეციმციმა აუა ისიც როგორი მშვიდი ადამიანი არის პოლიციამ გამაჩერა და მე ფერი დავკარგე გონება დავკარგე სამჯერ მოკვდი და მოსოლიერდი და ეს პოლიციამ გამაჩერა და გადააყენა მეთქი რაღაცა ჩაილაპარაკა ჯერ ვერ უჯერებდი ყურეს მეთქი ვიღაცა უკან გააჩერეს ან ვიღაცას აეკიდა პოლიცია თქვა და სარკეში გავიხე და მოყვება ნელისლეთ ეს პოლიცია და ალექსიც გადადის ამ გზაზე ხო არ მივიდეთ სადმე სადილეროში და ეს მანქანა ხო არ დავტოვოთ და ხო არა ვიყვანოთ ახალი სანამ გვიანი არა და კიდევ ვინმე გამოგვიჭირა და უარესი რამე მოხდა მაგრამ ამ პოლიციას დავაბრალოთ უკვე შეგავაცეს და სულთა ხარ გითხეს თქო პოლიციას რომ დავინახავდი არასდროს არ მქონია შიში ეგრე სამართალ დამცავის მიმართ რომ დამინახა და რაღაცა შიშის გზნო მქონდა ეხა რომ ვიცოდი რომ 100% მართალი არ ვიყავით იმდენად მეშინოდა რომ არ ვიცი შეიძლება ჩემმა ნერვიულობამ გამოიწვია და კოსმოსი და ვიბრაციები გამოუგზავნა ამ პოლიციას რომ ეს მანქანა გააჩერა ესენი რაღაცა ძალიან ნერვიულობი თან ეს მანქანა ხო ძალიან დაბურული არის აქ ძალიან ბურავენ ხოლმე მანქანას მაგრამ ალექს მაგრამ ყველაზე მაქსიმალური რაც იყო ის დააყენა მგონი პოლიციელებს რაც უყენიათ მანქანაზე ეგეთ რომ მოგვიახლოვდა ეს პოლიცია ყველა შუშა ჩაწია ეს 4-ვე ფანჯარა და ეს პოლიციას მოგვიახლოვდა და აქ უკარო შეიხერა და ამიტომ ჩემოდანი ხარახურა მე აქეთ რომ შემოყოთავი აქ ქეში გვიყრია და მე სად მიდიან ესენი არის ფიქრობს რაღაცა მოიპარეს ან გაქურდა და დატყდნენ ქვეყნიდან რაღაცა გაქცევას ცდილობენ არის ფიქრობს რომ თან ტექსასიდან ეხლა ვართ რომელ შტატში პენსილვანიაში ვართ და მივიდივართ ნიუ-იორკშიო და აი მე არ ვიცი ამაზე კიდე ცალკე ავნერვიულდი იმიტომ რომ აქ იყო ჩემთან ახლოს ფანჯარასთან მოსული და ესე აშკარად ათვალიერდა რაღაცას რო ეკითხებოდა ერთი სამჯერ ესე დაადრიალებდა თვალს ათვალიერდა მანქანაში რაღაცა ეს სუსტად არ ვიცით ამ შემთხვევაში რა ხდება მაგრამ ეხლა დაგუგლა ალექსმა რა ხდება დაზღვევის არ ქონის შემთხვევაში თუ პოლიციამ გაგაჩერაო და წერენ რომ $1000 ჯარიმა არის $1000 ჯარიმა არისო მართვის მოწმობის ჩამორთმევა გემუქრებათო და კიდე რა მანქანის ზოგიწერს მანქანის ჩამორთმევაა და სუსტი პასუხი არ არის რა ამ ქვეყანას აქვს თავისი კანონები თავისი წესები დიდი თუ პატარა ყველა უნდა დაიმორჩილოს რა არ აქვს მნიშვნელობა შენ სად გეჩქარება და როგორ აპირებს ცხოვრების დაგეგმვას აი რაღაცნაირი დამოკიდებულება მაქვს ამ ტელეფონის მიმართ არ ვიცი ეგეთ რთულ სიტუაციებში ხალი მოუგდი და რატომ მინდება რომ ეს ყველაფერი გადავიღო არ ვიცი თუ გადავრჩით და რაღაცა ძალიან მაგარი კადრი რომ დამიგროდეს იმის გამო არ ვიცი აი ავტომატურად ვაკეთებ რაღაცა რო ხდება ტელეფონს ვიღებ და ვიდეოს ვთავ ხანდახან რო ვფიქრობ აი მდგომარეობიდან რო გამოვა მეთქი ამის თავი რანაირად მქონდა კიდაც იმ ტრეილერებში რო გადავდიოდი და თავიდან ბოლომდე ვლოგებს ვიღებდი
აი ეს ნამდვილად ჩვენ გველოდება. პოლიცია დგას და აქეთ არის მოგრუნებული. გავაფრენ. გამოყვა? რატო ჩამაგდე ამ დღეში? ამ ხიარულ ნოტაზე გაჩვენეთ ჩემს გუშინდელ შენაძენს, რომელიც მთელი დღე ძალიან მიხაროდა. მაგრამ დღეს უკვე ისე ვარ, რომ არაფერი აღარ მიხარია და რაღაცა საშიშროების მოლოდინში ვარ. ხოდა თქვენ მაინც გაჩვენებთ. ცხოვრებაში პირველად ვიყიდე Apple Watch-ი. ალექსმა მიყიდა. ანუ მე ძალიან დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ ვერასდროს ვერ ვიყიდე ჩემი თავისთვის და ალექს რო არ იყიდე, ალბათ ვერ ვიყიდე. ეს ის ვფიქრობდი, მაგრამ ეს არის 10 generation ხო? ბოლო. არ გამიხსნია, იმიტომ რომ ტელეფონის ყიდვაც მინდოდა გუშინ იქ რო ვიყავით Apple-ში და ვერ ვიყიდე ტელეფონი რა. ფერები არ ქონდა, ჯერ შავი იყო და ისიც მე რომ მინდოდა მეხსიერების არ ქონდათ და მეთქი გზად სადმე შეიძლება კიდევ ნახოს თან ტრეიდინგს ვაპირებდი რომ ტელეფონი გამეცვალა. ახალ iPhone-ში რა ჩემი რა ჩამებარებინა ცოტა თანხა დაკლებოდა ეგრე რა და მე გადაგვეხადა დანარჩენი ბარათით და ეს ჩემი ტელეფონი სავსე იყო რა 200 რაღაციანი არის და 251 მქონდა მეხსიერებას დაკავებული გუშინ შევეცადე რომ ლეპტოპში რაღაცები გადამეტანე და იმდენი ვიდეოებით რაღაცები იყო ლეპტოპიც გაივსო მე iPad-ში გადავიტანე რაღაცები და მაინც ვიყიდე მეხსიერება ონლაინ და მაგაზე გადავიტანე კიდე რაღაცები ბექაპისთვის და თან გზად ვფიქრობ რომ სადმე გავჩერდე Apple Store-ში და იქ ვიყიდოთ ტელეფონს და ბარემ ახალი ტელეფონით წავიდე 42 მმ-იანი ეჩეთი. ესენი უნდა გავხსნა ახლა. შენ დამეხმარეობა. ესენი აქვს შესაძლებელი. ხო, ეს უნდა მოხსნა. მადრობა. მოგიყე. ფაი. ჯერის ნახევა სამაჯური ამაში არ იქნება. მეორეც მოყვა ესეთი. და აქტეს სამაჯური. არ დააგდო ფრთხილად. კი ვერ ვიპოვე. წაიგითხე ერთი ფურცელს რაც არის. საიდან იწევა. ახლა უნდა ჩართო YouTube-ზე ვინმე ინდალი. აվել დეჟუ აუდოტარ. დღეს რა ქნა ალექსმა. თავის ტელეფონი გუშინ მინდოდა რომ кейსი გვეყიდა და არ მოეწონა რაღაცა ის არის მოხუცური кейსებიო და არ იყიდა. და მეთქი გააკეთე არ დაიჯერა საქართველოში ვიყიდიო და დღეს საბურავს იმეშებოდა საბურავს დამოედა ცოტა ჰაერი და ამოუვარდა ჯიბიდან ახალი გუშინ ნაყიდი ტელეფონი და გაკაწრა თან ამისთვის რა მხოლოდ ტრაუმა არის ვინც არის ცოტა ვერ გაიგებთ იმიტომ რომ აი ეგეთი რაღაცები კომპიუტერი იქნება ტელეფონი იქნება აი ესეთი კომპიუტერული აქსესუარები და ესეთი გაჯეტები და რაღაცები სულ უყვარს რომ იდეალურად არის რა სახში რო ვარ ცერებზე დავდივარ აი ამის ითევთან რომ ჩავივლე და ესაც ესე მიყურებს რომ ესეთ მეტი ჰაერი არ მოხდეს ბანკში შეირბინა ალექსმა დღეს შაბათი არის და შედარებით ადრე იკეტებიან და კიდევ კარგი გაგვახსენდა და გამოვიარეთ გზად. სანდვიჩი. ორი საათი დაგვრჩა ნიუ-იორკში ჩასვლამდე, აეროპორტში მისვლამდე. მანამდე კიდევ უნდა გავიაროთ Walmart-ში, Apple-ის მაღაზიაში. იმედია ფრენაზე არ დავაგვიანებთ. ამარიხავე ჩაიცოდა საცმელ. ბოლო დღე ამერიკაში. ვერ ვიჯერებ. ჩვენი ბოლო დღე არის USA-ში. მარკები მოიჭერე. Keep left to continue on Central Terminal area. მოვიდეთ ხა აეროპორტში. რა? არა, აუ ეს არ ჩავდით ჩემოდანში? არ არის ადგილი. ჩავდა? რომელში? რომელშიც გინდა თუ არის ადგილი. და 10:30 და მოვასწარით ყველაფერი. ხა უნდა ამოდეს და მალე შეიძლება უკვე დაწყებულს იყოს ჩვენი რეგისტრაცია. შეადღეს მარტო Starbucks-ის ის რო ჭამე. მაგის მე არ მიჭამე ალექსმა გაიგდო პიცა, მაგრამ ისე ვიყავი არ მინდოდა არაფერი და ხა დავუძვრილი და მომში და კიდეც. იქნებ ნახო რამე მაღლა. ეი, ერთ ჩემოდანი გვაკლია. თუ აქეთ არის. უი, მე ეს რა პატარა ყოფილა. აბა, დავიძარით. ეს როდის მივალ ჩვენ? ასე სწორად მიდივართ პირველ ტერმინალთან. მე უფრო ჩქარა დამყავს წადი ბიჭო. ეს აკეთი. არ დაეჯახები წადი.
ჩვენ ტერმინალამდე რომ მივიდეთ, გვჭირდება ავტობუსი ან მატარებელი, რომელიც აეროპორტს ემსახურება, მაგრამ ამ ჩემოდნებით ბოდიალს ჯობია რომ ტაქსი გამოვიძახოს და ეხლა უბერი გამოიძახა ალექსმა. აქ აყენიან ბევრი უბერის მძღოლი არის და აიღებს რომელიმე და უცებ მომენ. აი 6-ზე გამოიძახე, აღარ იქ მანქანად გას და სავარაუდოდ 6-ზე. ეგ რო დატოვებს მე მოვა, რა თქმა უნდა. XL-ი გამოიძახე რომ ჩაგვეტეს ამდენი ჩვენ მანქანაში კი გვედოს გამიზრა. ეხლა ჩვენ ტაქსს ველოდებოდით და აქ წინ გამოიარა თეთრმა მანქანა, წინ ქონდა ქართული დროშა, ახალგაზრდა ქალი ეტარებდა. ავედით. სულ ნაბიჯზე უნდა გავიდეს მე მგონი, მაგრამ ამათ ცრევა ძალიან რთული იქნებოდა. კარგი ტევადი მანქანა ყოფილა. რა მანქანა ეს ალექს? აუ ეს ერთი არ ეტევა. აჩა, ჩადვაით. ეს მთელი დღე მიფიქრება რომ ჩავალ საქართველოში რამდენ გემრიელობას შევჭამ და მონატრებულ კერძებს და არ ვიცი დღეს მთელი დღე ამეკვიეთა ეგაზრი. პატარა თევზები რო არის, ძალიან ხრაშუნად რო იწვება რა. ხომის ფულში თუ რაღაცაში ამოვლებული რო არის და მე კნატუნა როა. ალექს მე ხელი არ შევაშალა. რა უჭერს. და ისა ეგ მინდა ხომთან და მწვანე ახალ შეკმაზულ ტყემალთან. ძალიან სიგიჟემდე მინდა. მოვიდით, რიქში ვდგავართ ახლა და ჩავაბარებთ ამ ჩანთებს და მოვიშორეთ, მე მშვიდად დავისვენებთ. ალექს განცი გაძურა. სოდა სასწორი კინურსის ტრეილერში დამრჩა წინაზე და ნახოთ აბა რამდენი კილო იქნება. 23 კილოს უფლება გვაქვს თითო ჩემოდანზე. და თითოს 2 ჩემოდის წაღების უფლება აქვს. ესე იგი, ეგ 15 კილო ყოფილა. იქიდან ჩანს. მოკლედ ამ ჩემოდნის მეშინია ყველაზე მეტად. იმიტომ რომ ყველაზე მძიმე ეგ არის. უკანა მხარე აწიებს ხილად. აღარ ნახოს ეგრე. რა დადებ მე. აუ ნახოთ რა მოხდება. ხო არა. აუ ჩავეტიეთ. არა, 23 უნდა იყოს. აუ ბაბადია. კილო და 200-ით გადავაჭარბეთ. 23 არ უნდა იყოს. კაი, მადლობა ამ ლამაზ ქალბატონს. კაი, ეს ჩვეულებრივად წავა, ეს არ იყო მძიმე. მას არ ველოდი რომ მძიმე იქნებოდა და ეს 25 კილო ყოფილა. ერთადერთი ეს რესტორანი არ იღია და მოვიდით ახლა რამე რომ ავიღოთ. ეს რა არის? ჩვენ ვიცით ეგეთი ფილმებია? ყველაზე მეტად არ მეყვარს ეს პროცესი. ყველაფერს რო იხდი ფეხსაცმლიდან დაწყებული. Kiubrek, ეგრე ესე ქვია, ეგრე ესე. ის ყველაფერს და ყველის. აუ, ეს ხომ დაჭამს, ნუში ოპერა ჭამს, მაგრამ მიკროფონი დეთია? არა, ეგრე გამიიღურება. გასაულია. ეს ჯა. ბოლოფრენისას გახსოვს როგორ შემაშინე? რაღაც ორ საშინელებათა ფილმს რომ აყურებინი ავია კატასტროფაზე. ძალიან შემაშინე და ეხა იმდენად არ მეშინი არ ვიცი. რო ვაფრინდებით მე თუ შემომიტია. ვიცი, მაგრამ დამანივროსა. მე ადამიანს რომელსაც მიყვარს ფრენა, თვითფრენაებზე ჭუა მიკეტება და სადაც დავიხო გაფაცისებით უყურებ ხოლმე. ისეთი ფილმები მანახა რომ შიში ამკიდა თვითფრენავების. შუაში გავიჩითეთ 4 დასაჯდომი არის შუარიგში და შუარიგის შუა ადგილებში ვარ. სანდებილურ ადგილას. ანუ ფასიანი ადგილები იყო ის გვერდით არ ვარ რა, იქიდან მხარეს ორ-ორი სკამები აქვს, შუაში 4 არის და გვერდებზე ორ-ორი ფანჯრებთან და ეგ გვინდოდა რო აგვიღო და ხირდა მე მგონი $35 ერთი ადგილი ხო? $40 და ვფიქრობდით რომ აგვიღო ფანჯარასთან და მე გამახსენდა რომ მეთქი თვითფრენებში ჩასწომა დაიწყება 1 საათი ადრე მგონი უფასოდ არ ითქო. რატომღაც ესე მახსოვდა და მე რომ მოვედით დაგვიანებით მოვედით აეროპორტში და პირდაპირ მოგცეს რა ჩვენი ადგილები ჩეკინი რო გავიარეს. აუ ეს გრძელი გზა არ მინდოდა ნეტა თურქეთში წავსულიყავით ესე თურქეთ საქართველო და სივიწროვეა.
შეუძლებელს. ჩამოვედით თურქეთში. აი შევიწამოვიღეთ. გადაძლომა რა მოგვიწეს. იარდა ლაუნჯი ჩვენ შეგვიშვებენ, წინასწარ უნდა ქონოდა დაჯავშნილი. ნახოთ ალბათ წინაზე ვერავინ და ძალიან მაგარია თურქეთის აეროპორტი რა. ამდენად მაგარია. აი ვიპოვეთ ინტერნეტი. ინტერნეტის ვეზერტის და პირდაპირ მოვსწორთ. მიწეროთ ჩვენებს რომ შვიდობით ჩამოვხდით. აქ ვიყავით ალექს შარშანაკ რო გეძინა. მე მგონი ეს ადგილი იყო. წეგან ვერაიზონ რომ მომწერა 2 გიგაბაიტი გექნება. სწრაფი ინტერნეტიო, $10 მთელი დღის განმავლობაში და მე შენელებული 3G-ო. მაგრამ ჩვენ ამას ავიღეთ 1 საათიანს. 20 საათიანი? კაი იყიდა. მაქვს მოიყიდა €10 24 საათი ულიმიტო ინტერნეტი და მე ჯერ ავიღე უფასო. და რაღაც მეწურება მე დავფიქრდი. დამჭირდება თუ არა კიდე. თურქეთში ეს კარგი დიდი ზომის საკვები ცოდნიათ. ეს არის large თუ superior მე მგონი ისე თქვა ალექს, მაგრამ ხელა არის. ამერიკაში მიკვირდა ხოლმე დიდი წვენი და რაღაცები რო იყიდებოდა და აქ მე მგონი მაგაზე უფრო დიდი არის. ავედით როგორც იქნა ჩვენს ხდომა დაიწყო საქართველოს მიმართულებით. მოვედით. ჯერა გავიდეთ და მე დავიჭერე. გამრუებულები ვართ. ისეთი დაღლილები რომ ვერც აღვიქვა. გვიძინია. რა? 3 ღამე არის, არ გვიძინია და. მაგარი გრძნობა მაინც. ალბათ ხოლმე დავიჭერებ დღეს რო კარგად გამოვიძინებ მე. მე საქართველოში ვართ. მაგარია. აუ ჩვენ ჩანთები როდის მოვა ახლა. 3 ჩემოდანი დავიჭერეთ, მე-4-ს ველოდებით. რამდენი დაგეჯახებოთ იში. დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ვლოგებში. დავისვენებთ კარგად და მე კიდე გავაგზავნებ გადაღებას. ეს რეაქცია პირველად არის ამ ბინაში. აბა. საყარელო. მოგევლე. ვიცა? მეც გაკოშ. ასე? შემოგევლო. ბებია, ვაიმე. მადი გაკოშ. ვაიმე დედა. ისევე ამერიკაში მოგონი ხარ, შეკოცებ, დაიცადე? როგორ ახარ მე? ცხური მომამტრია. ოი, ცხური დაგისი. ნუ შესტადიდებას რომ შვიდობიან არის მოხდით. გინაცვალა. ვაიმე, რა კარგები ხარ. ჩემი სიცოცხლე. შენ გინაცვალა, შენი ბებო. ბებო, საჭმეს არ აჭამ, რაზეა გამხდარი, ახლა უნდა გასუქდეთ არა არ ვიცი და. ვისთვისაც გზნობა ერთია, რომ სიყვარული ღმერთია. ალო